დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ნარიმანის თემაზე, რომელიც ასე აქტუალური არის ჩემს კომენტარებში და მინდა ყველა დავამშვიდო და ყველას ავუხსნა რა ხდება ნარიმანთან დაკავშირებით და რა კავშირში ვარ მე ნარიმანთან, ან რა კავშირში ვიყავი და ვარ თუ არა საერთოდ მიმდევარი ნარიმანის და მოდი ახლა ამ თემაზე ხალხს რომ დავაწყნარო და ავუხსნა საკითხები, ხო? ორიოდე წუთს დავუთმობ, თუ ორიოდე წუთში ჩავატებ. გუშინ კომენტარებში რამდენიმე ადამიანმა შეურაცხყოფა მომაყენა ნარიმანის გამო, როგორ ვახსენებ მე ნარიმანს საერთოდ, მიაყროლებული და ნარიმანის მიმდევრებმა მომწერეს, რომ ესე იგი მე ნარიმანის ხსენება თურმე არ შემიძლია. ზოგიერთმა ახსენა, რომ მე ნარიმანის ფანატიკოსი, ფანი, მიმდევარი სექტის წევრი, როგორ საუბრობ საერთოდ და რაღაცა სისულელებია, მოდი ახლა გეტყვით ვაფშე რა ხდება ნარიმანის თავს რა, ტყუილად არ დამსიზმრებია ნარიმანი როგორ ჩანს ამ დღეების წინ. 3 წლის წინ დაახლოებით, თუ 2 წლის წინ, თუ 3 წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს როდის, განაცხადა ნარიმანმა, განცხადება გამოაკრა და საერთოდ ნარიმანის შესახებ პირველად გავიგე მე ბიბლიოთეკაში, როდესაც მისი ერთ-ერთი მიმდევარი მრევლის ერთი პირი გოგო დამადგა თავს და მეუბნება, რომ ცოცხალი ღმერთი გიბარებს ფონიჭალაშიო და ახლა იმ პერიოდში მე ბიბლიოთეკაში ხშირად ვიყავი, დავდიოდი, იმიტომ რომ თამარ მეფეზე ვიძიებდი და თამარ მეფის სცენარზე ვმუშაობ დღესაც კი და ვმუშაობდი უკვე 10 წელია თითქმის და ელენე, ქალბატონი ელენე, ერთ-ერთი გვარი არ ვიცი ამ გოგოსი, პირდაპირ ბიბლიოთეკაში მოვიდა და დამადგა თავს და მეუბნება, შენ ცოცხალი ღმერთი გიბარებს ფონიჭალაში. მე ამ გოგოს არ ვიცი საიდან იცოდა, როგორ იცოდა, რომ ბიბლიოთეკაში ვიმყოფებოდი, მე ეჭვი მეპარება, რომ ეს გოგო უშიშროებამ ან ვინმე პირმა, რომლებიც მაკვირდებოდნენ, არ დაიქირავა და ზუსტად ის საკითხი არ განაცხადებინა, რომელ საკითხსაც მე მთელი ეს მრევლი კი არა და ნარიმანის მართლა სექტის წევრები ყვირიან. მე არ ვამბობ იმ ხალხზე, ვინცაც ნარიმანის სჯეროდა, ვინც ნარიმანში სინათლეს ხედავდა, მე მათზე არ ვამბობ. მე ვამბობ კონკრეტულად იმ სექტის წევრებზე, რომელიც მის კართან იდგა 24 საათი და გაჰყიოდა და ქაჯივით იქცეოდა. როდესაც განაცხადა ნარიმანმა და გამოაკრა მისი განცხადება, აი მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ფურსელი, რომელშიც არის ტრიალი და ტრიალის მეშვეობით გავიგებთ ჩვენ თუ აქ რეები წერია და აი ამაზე ვილაპარაკებთ, როგორ მოვხდი მე ნარიმანთან საერთოდ. ეს გოგო როდესაც მოვიდა ჩემთან ბიბლიოთეკაში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, როდესაც მე ვმუშაობდი თამარ მეფის სცენაზე და როდესაც განმიცხადა ამის შესახებ, რომ აი ცოცხალ ღმერთთან მიბარებს ცოცხალი ღმერთი და უნდა მივიდე, ანუ ცოცხალი ღმერთი, ყველანი ცოცხალი ღმერთები ვართ, ხალხო. ჩვენ ქრისტე გვეუბნება, რომ თქვენ განა არ იცით, რომ ღმერთები ხართო და არ მიკვირს ეს გოგო რო ამბობს ახლა ცოცხალ ღმერთთანო, მაგრამ ის ერთადერთი არ იყო ცოცხალი ღმერთი, ჩვენ ყველა ცოცხალი ღმერთები ვართ ქრისტეს სიტყვის თანახმად. და ამის მერე, უბრალოდ სავარაუდოდ ესეც მჩხიბაობის ბრალი იყო, იმიტომ რომ ჩემი ნებით იქ არ მივსულ ვარ, რეალურად როგორც ველუკაშვილმა თავისთან მიმიყვანა, ისე ნარიმანმაც თავისთან მიმიყვანა და მოვხვდები მე მის კართან და მხვდები ესეთი ვითარება, რომ მის გამოსვლას ვესწრები პირდაპირ რა, აი ხალხი დაჯგროვებული ამ მეშვიდე სართულზე, რომელიც არავის არ უშვებს, ჭკუაზე არ არის, შენ აქ რა გინდა, შენის წერილის დატოვება აქ არ შეგიძლია, შენის არ შეგიძლია, შეზღუდვები, დოგმები, კანონები და ხალხი გავგიჟდი, მე თქვი რა საკეთებთ ხალხო, მე თქვი აქ თქვენი საკუთრებაა ეს ადგილი თუ რა ხდება და ის ადამიანები გამიგებენ მე რასაც ვლაპარაკობ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ასეთ უცნაურ ვითარებაში ნარიმანთან. მოკლედ ერთი სიტყვით ნარიმანმა განაცხადა, რომ ბანანი უნდა მიეტანათ მისთვის და თურმე 1 წელია ადამიანი ითხოვს ბანანს,
მიაქვთ ბანანები და ვერ არ ყოფნის, უпростоრად არ არის ეს ის ბანანი, რასაც ითხოვს. და მოკლედ თქვენ იცით რომ ნარიმანი ლაზარესენით საუბრობდა და ნარიმანი ითხოვდა არა იმ კონკრეტულ ფიზიკურ ბანანს, რომელზეც საუბარი იყო, რომელზეც საუბარი ეგონათ რომ იყო მის მრევლისათვის, არამედ კონკრეტულად აი ამ ბანანს, რომელიც არის ანბანი თევზის ფხაში ჩასმული. და ანბანი ითხოვდა ნობაც, ითხოვდა სმეტანას და ასე შემდეგ და აი პირდაპირ გეუბნებით რა. არც მაცია, არც მაცხელა ამ ადამიანს პატივი ვეცი და მიუტანე ბანანი. მივუტანე ბანანი. მის მერე განცხადება მოიხსნა. და სხვათა შორის რაც უნდა გასაკვირი იყოს, ისე უშიშროების საკითხი აქ, სანამ მე გავიგებდი რომ ის თვითონ ადამიანი ჩემგან ითხოვდა კონკრეტულად ბანანს თურმე, რადგან როდესაც მე ბანანით აი ამ ნაშრომებით მივედი მე, აი აქ ხედავთ რა, ნაშრომები მაქვს ქართული ანბანის ნაშრომები, აგერ უამრავი ქართული ანბანის ფორმულადებს. და როდესაც მე მივედი ანბანით ნარიმანთან, მირეკავს დედაჩემი კარზე, ნარიმანის კარზე და მეუბნება რომ რა ხდება, მეკითხება რა ხდება, ვიღაცა ლუიზა ჯაფარიძე მოითხოვს თამარ ინასარიძისგან ბანანს მიუტანოს ნარიმანს, რომელიც მე გავიგე უკვე ნარიმანის კარზე. ანუ მოთხოვნა, რომელიც ესეთი პირდაპირ ჩემი სახელით იყო მოთხოვნილი ნარიმანის მიერ და ეჭვმეპარება რომ ეს ნარიმანის მიერ იყო მოთხოვნილი, არამედ ეჭვმეპარება უკვე იმაში რომ აქ უშიშროებაა ჩარეული და მე გამოცდილება მაქვს იმის რომ იმ კარზე როცა 8 საათი დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა და ხალხი ერთმანეთს თმებს აწეწდა და ზოგი მე-7 სართულიდან მე-6 სართულზე ისროდა ერთმანეთს, უშიშროება ამოვიდა ბოლოს და გააჩერა ყველა. მე არ მიკვირს ის რომ უშიშროება იყო ნარიმანის კარზე და იდგა ნარიმანის კარზე და იყო გარეული ამ საკითხში, ამიტომ მე იმასაც არ გამოვრიცხავ რომ უშიშროება გარეული იმ საკითხში რომ დედაჩემისთვის Facebook პოსტი ამოეგდოთ ისე რომ ჩემთან მოსულიყო ეს ამბავი, მაგრამ ნურას უკაცრავათო ზეციდან გითხრეს უშიშროებაო და თქვენც ვინც კგბ-ს წარმომადგენლები ხართ. ნურას უკაცრავათო, ვიდრე თქვენ თამარამდე მიიტანს სიტყვასო, ჩემამდე მოიტანს სიტყვას, თამარმა უკვე იცის რა უნდა გააკეთოსო და ამიტომაც ვიდექი უკვე მის კარზე ბანანით ხელში. კონკრეტული ანბანით ხელში. ამის მერე ხდება ის რომ მოკლედ რამდენიმე ხანი მომიწია ეს რომ გავიგო საერთოდ რა ვითარება აქ, რატო ჩხუბობენ, ეს მრავლი რა დღეშია, საერთოდ რა უნდათ ამ ადამიანთან ნარიმანთან როდგანან რა ვითარება და მომიწია მის კარზე რამდენიმე ჯერ დასწრება მის გამოსვლაზე. გამოსვლა იყო რა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა ნარიმანი 4 შაბათ დღეს როგორც მაშინ იყო და ყოველ 4 შაბათ ყოველ მეორე 4 შაბათს ესე იგი შედიოდა მასთან ესე იგი არ ვიცი მთელი სართული ისენი რა ქვია მოთხოვნები. ჩამოწერილი ჰქონდა ნარიმანს, ლუიზა ჯაფარიძეს აძლევდა სიას თუ რა სჭირდებოდა მას 2 კვირის განმავლობაში, იყო ეს ლიმონადი, ალკოჰოლი, კამფეტები თუ ასე შემდეგ, რომელიც მე მრევლს ურიგდებოდა, არამედ არ ვიცი რა იყო შიგნით, არავინ შეხების უფლება არ იყო, ერთხელ კაცმა კინაღა მცემა, როგორ შეეხე შენ ამ ჩანთებსო? და მოკლედ ერთი სიტყვით ვაკვირდები ვითარებასო, გავიგო რა ხდება საერთოდ ამათთან. ვიდრე სხვის მონაყოლს დავუჯერებდი და ვიდრე სხვის მონაყოლზე გამოვიტანდი აზრს, თავად ვიხილე ჩემი თვალით რა ხდებოდა ნარიმანის კარზე. რაზეც მომეწერა ნარიმანის მრევლობა, რა თქმა უნდა და ნარიმანის სექტის წევრობა მომეწერა, მაგრამ ნარიმანის სექტის წევრი არასდროს არ ყოფილვარ მე. კი, მე ამიღია ნარიმანისგან რჩევაც, მე მიკითხავს ჭკუას ნარიმანისთვის, მაგრამ იმ სექტის წევრი მე არასდროს ყოფილვარ, რომელი ქაჯებიც იქ იდგნენ იმ კარის წინ. და პატივი ვეცი ადამიანს და მიუტანე ბანანი. შემდეგ ვლანძღე. დიახ, ვლანძღე, რატომ ვლანძღე თუ იცით? ვლანძღე იმიტომ,
რომ მომდიოდა ინფორმაციები ჩემთან ხალხი მიკავშირდებოდა და მეუბნებოდა რომ არ მასვენებს სიზმრად მოდის და მთხოვს სექსუალურ ვნებებს მიღვიძებს და არაერთისგან მოვისმინე ეს საკითხი საბოლოო ჯამში მე ეს ადამიანი ვლანძღე ესე იყო საჭირო და იმიტომ ვლანძღე კიდევ იმიტომ იყო საჭირო რომ ნარიმანი ელოდებოდა არა მონას არამედ ადამიანს რომელიც მის წინააღმდეგ წავიდოდა და რომელსაც ეკნებოდა იმის ძალა რომ მის წინააღმდეგ წასულიყო რაც არ უნდა გიჟი სექტანტები ყოლოდა იქ მე ამის შესახებ ყველაფერი გავაცხადე მაქვს ესეთი პლეილისტი YouTube-ზე ნარიმანი ნიკოლოზ მაქარაშვილი პლეილისტი ნიკოლოზ მაქარაშვილი ნახეთ ლიკვიდი დოგმა თამარის ლაივში ნახეთ პლეილისტი ნიკოლოზ მაქარაშვილი და ყველაფერი რაც ნიკოლოზზე მაქვს გაჟღერებული და როგორ მოხდა და რა ხდებოდა იმ პერიოდში ამ ბანანზე ვსაუბრობ და ყველაფერზე ვსაუბრობ შეგიძლიათ გადაკექოთ და ნახოთ როგორ ვლანძღავ როგორ ვაქებ და ასე შემდეგ და რატომ ვლანძღავ და რატომ ვაქებ ეხლა რაც შეეხება ის რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მე სანამ ვნახავდი ვითარებას და სანამ მივიდოდი იმდენი ამბავი გაჟღერდა ამ Facebook-ზე რომ სწრაფად გავაჟღერე და ჩავწერე ვიდეო ლაივი რომ მეთქი ხალხო არ დამარხოთ ეგ ადამიანი შეიძლება არის გასული ასტრალში და ისევ დაბრუნდეს ასტრალიდან იმიტომ რომ ასტრალური როდესაც გასული ხარ სხეულიდან და დამოგზაურობ სულიერად ამა თუ იმ ადგილებზე ეს ალფა მდგომარეობაში როდესაც ხარ უпроსად ბეტა გათიშულ მდგომარეობაში როდესაც ხარ შეიძლება ადამიანს მკვდარი ეგონო და დაგმარხოს ამიტომ გავაჟღერე რომ მეთქი ჯერ არ დამარხოთ ერთი კვირა დაიცადეთ იქნებ გაიღვიძოს და მეორე დღესვე მივედი და დავდე ამ ვიდეოს ჩაწერის მერე მეორე დღესვე მივედი და დამხვდა ნარიმანი უკვე გარდაცვლილი და ჩემი თვალით ვიხილე რომ ნარიმანი გარდაცვლილია იმიტომ რომ ახლოს მივედი მასთან თავთან და უკვე სუნი მომივიდა ამიტომ ის რომ ნახეს ადამიანებმა რომ მე გავაჟღერე შეიძლება არ დამარხოთ მეთქი შეიძლება აღდგეს მეთქი ის რატომ ვეღარ ნახეს რომ ვთქვი რომ უკვე გარდაცვლილია მოდით მეთქი მოусამძიმრეთ ადამიანს თქო და რა თქმა უნდა ეს ხელზე დაიხვიეს საპატრიარქოს უკვე გველის ციცილებმა და მომაწერეს ნარიმანის სექტის წევრობა ეგ გიჟია ადამიანებზე იძახის რომ აღდგებაო გიჟი იყო ესე იგი ქრისტეც რომ იძახდა რომ მყარს ლაზარე დააღდგებაო რომც მეთქვა ეგრე რომ აყროლებული კაცი აღდგება მეთქი გიჟი იყო ქრისტე რო იძახდა არ არის გამორიცხული რომ აყროლებული კაციც აღსდგეს მაგრამ რაღა უნდა აღსდგეს მიწაში ჩაფლეს და მიწაში გაიხსნა უკვე ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ვინც ჭორებზე და ის ადამიანი ვინც მე მეგობრებოდა და 5 წელი ვითომ ჩემი მზედამთვარი ამოსდიოდა და სვანეთში რომ წამოვიდე და რომ მოგვეწამლა იმ ქალმა მაგის სახელის ხსენებაც არ იყოს არც ერთ დროში ამ ადამიანსაც კი არ ქონდა ის ვიდეო ნანახი და ჭორებით იყო გამოტენილი რომ მე თურმე ნარიმანზე მithქოს რომ აღსდგება ყველანი აღსდგებით მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მე რასაც ვამბობდი თქვენი ყურით მოისმინეთ და სხვის ჭორებზე ნუ დადიხართ რამე თუ ძალიან უყვარს გველთა საზოგადოებას ჭორების აგორება ამა თუ იმ პირზე ასე რომ ნარიმანის მრევლის წარმოადგენლობა ხომ ნარიმანის მრევლს რაც შეეხება მადლობა თქვით რომ პატივი ვეციმე ნარიმანს და მივუტანე ბანანი რადგან ჩემი სახელით მოითხოვა მე იქ იმ ადამიანისთვის არანაირი არაფერი არ დამიყვედრებია რომ მე რომ მოგიტანე ახლა ის გამიკეთე და ის გამიკეთეო და მის სამძიმარზეც მივედი ამიტომ ხმად ჩაიგდეთ თქვენ ქაჯებო ქათავები რომ გაიქაჯეთ მის სამძიმარზე და გაკიოდი შენაგრა გინდაო გეგონება საკუთრება იყოს ვიღაცის ნარიმანის გვამი სანამ თქვენ გაიგებთ მე რას ვაკეთებ ვირი ხეზე ავა და ეს გამოთქმაც არ არის
არა საიდანღაც მოტანილი, ჰაერზე მოტანილი. ეს გამოთქმაც ამ გამოთქმაშიც დიდი სიბრძნედებს რო იცოდეთ. ვინ არის ვირი და რა არის ხე უნდა გაიგოთ. და ამას ვიკვლევთ ჩვენ სიდონები ზუსტად. დიახ, ამ საკითხებს ვიკვლევთ და ამ საკითხებით ავხადეთ ყველაფერს ფარდა, რასაც დღეს ფარდა ეხსნება. ის ადამიანები, ვინც ლაზარეს ენით ვსაუბრობთ, ყველანი ფარდას ხსნით. ყველა დაფარულს, საქმეს. არ დავინახო ნარიმანის წარმომადგენლებმა, რომ საერთოდ დამიკომენტაროთ რამე. თორე თვითონ ნარიმანი ამოვა მიწიდან და ნარიმანი ჩაგყლაპავთ იცოდეთ რა. თქვენ ეგრე უნდა გელაპარაკოთ კაცი, რომ შეგეშინდეთ. სხვანაირად არ გესმით. კიდე რა მინდოდა ნარიმანთან დაკავშირებით მე თქვა, ნარიმანი იყო ტყვეობაში და ეს მისი მრევლის წარმომადგენლობაც ამბობდა, ნარიმანის სახლში ყველგან კამერა ეყენა, ნარიმანი რომ წასულიდა მიკვირდა მე რომ რატო არ მიდის კაცო, რანაირად უნდა იყოს ადამიანი ტყვეობაში, როდესაც შეუძლია გააღოს კარი და გავიდეს გარეთ. მაგრამ აღარ მიკვირს, რამე თუ ტყვეობაშია დღეს სრულიად ბერთა ძალით აღკვეცილი ბერთა საზოგადოება. ძალით აღკვეცილი ბერთა თაობა დასრულდება. წერტილი აქვს დასმული. ძალით აღკვეცილი ბერთა საზოგადოება. წერტილს დაუსვავ ახლა მწვანეთაც და ლურჯათაც. წერტილი აქვს დასმული. всё გეუბნებით რა. აღარ იქნება ძალით აღკვეთა ბერობის. ვეღარ იპარპაშებთ ადამიანებზე, ვეღარ ჩაიჭერთ მონებად. ადამიანი მე-7 სართულზე გამოკეტეს. ვინ და უშიშროებამ, ვინ? უშიშროება კიდე საპატრიარქოს კუდია. შორენა თეთრუაშვილის დიდი წარმომადგენლობა. ვისი დაკვეთილი იყო ჩემი მკვლელობა, სვანეთში ისიც გავარკვიეთ. შორენა თეთრუაშვილის. არანაირი ბერი და მღვდელი იქ არ იყო გარეული. ხოლო ურიათა წარმომადგენელი დედოფალი შორენა თეთრუაშვილის. ოინებია ეს ყველაფერი. შორენა თეთრუაშვილსაც წერტილს დაუსვავ. ყველა დროში. ჯადო ქარი. მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეო გაშლეთ და ძალიან გთხოვთ. ბერებს და მღვდლებს ვაფრთხილებ და სასულიერო პირებს. ბერების, მღვდლების და სასულიერო პირების დღეს ჩაჭერილი არიან და ტყვეობაში არიან, ისევე როგორც ნარიმანი იყო ტყვეობაში. ტყვეობაში ყავთ ხალხი. ჩაჭერილი ყავთ. ჯერ აუპატიურებენ და მერე ეუბნებიან რომ ამას გამოგიქვეყნებთ. და ვისაც ვერ აუპატიურებენ, სხვა საკითხებში იჭერენ. ვინ და ჯოჯოხეთი? ჯოჯოხეთია ეკლესიაში შესული და ზეწოლას ახდენს როგორც პატრიარქ შიოზე, ისე ილია მეორეზე და ისე ყველა იმ სასულიერო პირზე, ვინც მეუფედ წოდებულია და ვინც ბერად და ვინც მღვდლად არის აღკვეთილი. ყველა ჩაჭერილი ყავთ. ამიტომ გეუბნებით მღვდლებო, მოიკრიბეთ ძალა და ერთად დადექით და მოვაშოროთ ეს ჯოჯოხეთი ჩვენს ეკლესიას, ნუ გეშინიათ. რადგან მე ღმერთი მალაპარაკებს, გაძლევთ ძალას, რომ თქვენს ძალა მოგეცეთ. ვიღაცა დამიწერს ტროლი. ამ გოგოს რო უყურებ მეშინიაო, იმის არ გეშინია, რაც საქართველოში ჯოჯოხეთი ხდება? ჩემი ხმის გეშინია. ხოდა ჩემი ხმა ჯოჯოხეთზე უფრო ძლიერი ყოფილა. ყველას გეუბნებით, ვისაც კი ოდნავ ქრისტე მაინც გაგიცუნიათ, მღვდლებო და ბერებო, ერო, სრულიად ყველანი ერთად უნდა დადგეთ, აღარ არის ხმის დამუნჯების დრო, ვეღარ გადაურჩებით, ყველას სულს გააქრობენ იცოდეთ. ვინც ხმას არ ამოიღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. და თქვენ კარგად იცით, როგორ უბარტყუნებდა თავში შორენა თეთრუაშვილი ილია მეორეს.
როგორ ზეგავლენის ქვეშ ამყოფებდა შორენა თეთრუაშვილი, ურიათა დედოფალი. მეუფეებსა და პატრიარქებს. აწუყვე პატრიარქებს, რადგან მეორე არის მისი ზეგავლენის ქვეშ. დასრულდა შენი პარპაში შორენა თეთრუაშვილო, სრულიად ურიათა წარმომადგენლობა. მე გითხარით 4 წლის წინ, რომ ახლა დაიწყება ნამდვილი აღდგომათო და დაიწყო. იმ დღესვე დაიწყო ომი ისრაელში და დღემდე ნადგური მიმდინარეობს და ცრუ ისრაელსაც წერტილს უსვაო. ორჯერ წერტილი დაესო ცრუ ისრაელს. მისი ხსენება აღარ იყოს, ყველაფერი რაც წაგლიჯეს და წაართვეს საქართველოს უკან დაბრუნებული იყოს. ამინ ამენით ვითხოვე უფალი იესო ქრისტეს სახელით ზეცაში. გვეყოფა ურიათა პარპაში საქართველოში. დასრულდეს. ჯერ მარტო ის გეყოთ რომ ქართლი წაგლიჯეთ. საქართველოს და მერე ჯვარზე ქრისტე გვიცვით. ჯვარზე ხო მცხეთაში და არა იქ სადაც ისრაელია. ახლა მცხეთაში ჯვარზე წერტილი დაესოს ყველა ტყუილს რომელიც თქვენ შემოგვტენეთ. წერტილი დაესოს თქვენ აქ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. ღმერთმა ფეხები ნუღარ დაგადგმევინოთ ამ ტერიტორიაზე, რომელიც ქრისტეს მიწა. ამინ ამენით. ვისაც ჩემი განრისხების ეშინია, კარგად ეშინია და სწორად მიდის მესიჯი. გამოფხიზლდეს. ურია იქნება ის, რომელიც თავს ქართველად გვყიდის და ქართველო მღვდლებო, რომლებიც ჯერ არ ხართ ურიათა წარმომადგენლობის ზეგავლენის ქვეშ, ხმა მოიღეთ და ერთად დადექით მეთქი გეუბნებით. გამოაჩინეთ ყველა ძალით აღკვეთილი ბერი, მოხსენით ბერობიდან. იტანჯება მთელი ზეცა თქვენს გამო. არ შეიწირება არც ერთი სიტყვა თქვენი, ვიდრემდე ძალით აღკვეთილი ბერების ხარჯზე ზიხართ. ციხიდან რომ ხალხს უშვებდნენ 2008 წლის შემდეგ, 50,000 კაცი რომ ერთ საკანში ყავდათ გამომწყდეული თითქმის. იმ პირობით უშვებდნენ, ან ბერად უნდა აღკვეცილიყო, ან კიდე უნდა ემუშავა. ნარკოდილერად. ან კიდე სხვა სისტემებში უნდა ემუშავა და კაცი ეკლა. ხელი მოაწერინეს ყველას. მხოლოდ 3 გზა ჰქონდათ გასათავისუფლებლად. ან ბერი, ან მკვლელი, ან კიდე ნარკოდილერი. და თქვენ რა გონიათ დღეს რატომ არის ასე გავრცელებული ნარკომანობა? რატომ არიან ჩვენი შვილები ჩაჭერილი ნარკობიზნესებში? და ნარკოტიკს რატომ მოიხმარენ? თუ ნარკოტიკს არა წამლებს. იმიტომ რომ მთელი ურიათა წარმომადგენლობა ქართული გენის განადგურებაზე არის კონცენტრირებული და გეყოთ ამდენი. ქართული მიწების წაგლეჯვაზია სრულიად ურიათა წარმომადგენლობა. როდესაც გეცამანის ბაღში მივედით ჩვენ მთელი ჯგუფი მცხეთაში ტელევიზიით გამოიჭყვირდნენ რომ აქ ხეები უნდა დავრგოთო. სადაც გავაცხადე რომ აქ იყო ყველაფერი და ნუ გადამალავთ იმ არტეფაქტებს. მეორე დღესვე ტელევიზიაში მოაწყვეს კონფერენცია. ხეები უნდა დავრგოთ აქო, თითქოს
ხეების დასადგავად სხვა ადგილი არ მოიპოვებოდეს აქ საქართველოში. ებრაელთა წარმომადგენლობას გეუბნებით. 41-დან 45 წლამდე ჰურიათა წარმომადგენლობამ მთელი ებრაელთა მოაზროვნე ერთა წარმომადგენლობა გაწყვიტა. რატომ? იმიტომ რომ ხელს უშლიდა იმ უმზაკორობაში, რასაც კაცი ჭამიაობა ქვია. ყველანი დაიჭირეს და ჰიტლერის სახელით გაწყვიტეს, ვითომ ჰიტლერი იყო აქ დამნაშავე რამეში. ერთი საწოდავი კაცი, რომელიც განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. მის უკან რამხელა ჯოჯოხეთიც იმალებოდა. ვერ დაინახეთ თქვენ, მაგრამ მე დავინახე ვინც იყო მის უკან. რა იყო დედიკო, მოდი. აქ ფული არის. აღარ არის აქ, დაძველდა. გეუბნებით, ებრაელებო, მე თქვენს წინააღმდეგ კი არ ვარ, მე თქვენი თვალის ახლა მსურს. საქართველოში შემოეკედლა იმ ებრაელთა საზოგადოება, რომლებსაც კლავდნენ, გენოციდი მოუწყვეს სრულიად ძველ ებრაელებს, რომლებიც მნიშვნელოვანი ხალხი იყო როგორც ჩანს ზეცისთვის. და შემდეგ თვითონ დაიბრალეს ებრაელობა. თქვენ ებრაელებო საქართველოში მცხოვრებნო, რომლებიც ქართულ ენაზე საუბრობთ, არა ხართ ჰურიები. და ნურც ღმერთმა გაგხადოთ ნურაზროს ჰურიები. კაცი ჭამიები ნურაზროს გაგხადოთ. ამიტომ თქვენს უნდა დაუდგეთ გვერდში ქართველ მღვდლებს. ბავშვები და ქალები ამოხოცეს ჰურიათა საზოგადოებამ, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ ებრაელები ვართო. ებრაელები კი არა კაცი ჭამიან, მკვლელები არიან ეგენი. თავიანთი ხალხის მკვლელები. ყველაზე ჭკვიანი ერი ამოხოცეს. მასობრივად და ერთ კაცს შესწენეს. თითქოს და ერთი კაცი მოუწყობდა ამას ორგანიზებას, იმ ხელას ჯოჯოხეთს. ქართველებს გვიკლავენ გინდ ექიმები, გინდ მღვდლები და გინდ ის ჯოჯოები, რომლებიც შემძვრალი არიან ეკლესიაში დღეს. და კარგად გესმით მღვდლებო თქვენ, ვისაც თვალი გაქვთ დახელილი, რასაც ვლაპარაკობ ეხლა. ტყვეობაში ყავდათ ნარიმანი და მოწამლეს და თავიდან მოიშორეს. ისევე როგორც უნდათ ჩემი მოწამლა და ისევე როგორც უნდათ ყველა იმ ადამიანის მოწამლა, რომელიც გადარჩა, ხოლო ყველანი ისინი, რომელიც მოიწამდნენ და გარდაიცვალნენ, თავიდან მოიშორეს, მაგრამ დაესვა წერტილი თქვენს ამ გველურ საქციელებს. აი ნობათი და აი შახმატი, აი თამაშიც. და სმეტანასაც გეტყვით, როდესაც ეგ დრო მოვა. ჯერ არ ვარ სამიტანის, როდესაც გავხდები სამიტანის, შემდეგ გეტყვით, რომ სმეტანაც აქ არის თქო. ნარიმანის წარმომადგენლობა არავის არ გაყენებთ შეურაცხყოფას, უბრალოდ გაიგეთ რა ხდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მიდგას და ვინც ამ ბრძოლაში ჩემთან ერთად დგას. ეს არის უძლიერესი ბრძოლა, რომელიც უნდა ან მოიგება, ან წაიგება. არ არის დაფარული, რომ არ გაცხადეს ბრძოლა ეს და ყველა დაფარული, რომელიც სადაც უსამართლობა ხდება და რომელშიც უსამართლობა იყო, გამოდის მზის შუქზე, მზეურდება. ასე რომ სვანეთიც
უნდა გამოფხიზლდეს. სვანებს წაართვეს თავიანთი რელიქვიები. წაართვეს. არა, არ მითხრათ, რომ არაო, იქ ვიყავი. იქ ვარ, სვანებო, თქვენთან დგავარ, მაგრამ თქვენ რატომღაც შორიდან მიყურებთ? ნუ მიყურებთ შორიდან. ის ხდება, რაც თამბარმა დაგიბარათ. მე კიდევ მოვალ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდებაო და აქ დგას თამარი. დაინახეთ ეს. და ხედავთ, ვიცი რომ ხედავთ, მაგრამ თუ არ იცით მიმართულება რა უნდა აკეთოთ, მე გეტყვით თქვენ. დაიბრუნეთ თქვენი ძალაუფლება. რომელიც წაგართვეს, რომელიც ჩაგინაცვლეს. არ არიან ისინი სვანები, ვინც დღეს სვანეთში ცხოვრობენ. სვანებო, რომლებიც გადაგხვეწეს. აღდექით და დაიბრუნეთ თქვენი მიწები. თქვენი ტერიტორიები, თქვენი ძალაუფლება და თქვენი რელიქვიები. თუ სვანეთი არ აღსდგა, მე სხვას ვერავის ვერაფერს ვერ მოვთხოვ. სრულიად საქართველო გათიშულია. სრულიად საქართველო გათიშულია. ისევ სვანეთიდან უნდა დაიწყოს აღდგენა. და საშინელი სამსჯავროც იქიდან უნდა დაიწყოს. ასე რომ გაიწმინდენით და აღდექნით. მტრისგან, ფერფლისგან. დაგემშვიდობებით მე ახლა მეგობრებო, არ ვიცი, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ესმის ჩემი სიტყვა, იმიტომ რომ ისინი უკვე ბრმაძის როლში აღარ არიან, ისინი არიან თვალახელილი ხალხი, ვინც მებრძოლი სულის ქართული სისხლის მაჩქეფარი მატარებლები არიან. ამიტომ კომენტარებში მე წავიკითხავ, ხო კომენტარებს აგერ წერენ, რომ კი პოლონელი ებრაელები ხოცეს თავიანთი ამერიკაში გადაიყვანეს თავიანთი მზაკრული გეგმის განსახორციელებლად. ბრიტანელმა დიდი როლი ითამაშა ყველა დროის ომების განხორციელებაში და დღესაც ასე აგრძელებს წერს მარიამი. ანგლოსაქსების ბოროტება საზღვარი ანგლოსაქსების ბოროტება საზღვარი არ აქვსო. გაეცანით კარგად ისტორიას. თუ გინდათ რომ აწყოში გამოასწოროთ ვითარება, ისტორია უნდა იცოდეთ. ყველა დროის ისტორია ძირეულად უნდა იცოდეს. ისე არა როგორც გვიყვებიან. ძირეულად, როგორც გამომძიებელი, ისე უნდა იფიქროთ ისტორიის კითხვის დროს. როგორც თამარზე გვიყვებოდნენ ტყუილებს, ეგრე არა. როგორც ჩავეძიე და ვნახე რომ ყველაფერი ამოტრიალებული აქვს მოყოლილი ჩვენთვის, ისე უნდა ჩაეძიოთ და გამოიკვლიოთ, რას გვიყვებიან ჩვენ. რამე თუ ისტორია ერთმა საინტერესო ადამიანმა მითხრა და ვეთანხმები, მოგებულების ნაწერია, გამარჯვებულების ნაწერია. და ვინ იმარჯვებს? დღემდე იმარჯვებდა სატანა, ხოლო დაესვა ამ ყველაფერს წერტილი. ამინ, ახლა ქრისტეს დროა. ქრისტე ყოვლად მპყრობელის. როგორც ამიერში, ისე იმიერ სამყაროში. გაიგეთ ეს სრულიად ებრაელებო, თქვენს გაიგეთ, გამოფხიზლდით და ვიცი რომ თქვენ გამოფხიზლნებულები ხართ, ძალიან ბევრი. სვანებო თქვენს და ქართველებს ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველები აღარ არსებობენ, კლავენ და ბერად აღკვეთენ. ტყვეობაში ამყოფებენ ზოგს ციხეში და ზოგს კლავენ. აგერ ახალგაზრდა გოგოების ხელით ახალგაზრდა ბიჭებს ახოცინებდნენ ვითომ და პედოფილობის მუხლით. მთელი დაჯგუფებები არსებობდა, რომლებიც დადიოდნენ და ახალგაზრდა ბიჭებს ახოცინებდნენ არასრულწლოვან გოგოებს. და ეს ტუტუცი გოგოებიც კიდე აყოლილი ამ სიდებილეს. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველაფერი ერთდროულად გამოდის ჩინში. ასე რომ გილოცავთ სიდონებო ყველას იმას, ვინც ლაზარის ენით საუბრობს და ვისაც სურს საქართველოს შველა გაბრწყინება და მხოლოდ თავისი წიგნების და ფულის გამდიდრების გამო არ წერს წიგნებს, როგორც თამარ ასანიშვილია.
ამიტომ გადავცეთ ერთმანეთს სოდნა და როდესაც წაგვართოს ჩვენ ქართული ანბანი, ჩვენ დავუბრუნოთ ისევე ერს ქართული ანბანი, როგორც ეს მოახერხა ზვიად გამსახურდიამ ჩვენთვის დაებრუნებინა ქართული ანბანი და შემდეგ მას ილია მეორემ სატანა უწოდა. მე ამაში ვერასდროს ვერ დავეთანხმები იმ ადამიანს, ვინც ქართულ ენაზე, ქართულ ენისთვის იბრძოლებს და დაუბრუნებს ხალხს, ხოლო მასზე ვიღაცა პატრიარქი იტყვის სატანას. ვერასდროს ვერ დააღვიდგენ მე მას ცნობიერებაში როგორც პატრიარქს. რამე თუ ქრისტე ქართული ენით საუბრობდა, ლაზარეს ენით საუბრობდა და ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ ქრისტე ამ ანბანით საუბრობდა და ამ საკითხებს იკვლევდა, ის კარი იოტელის არის. უსდა არის და იოთა სასუფევლის დამკვიდრება მიმდინარეობს დღეს. გახსნილია იოთა. ოთა და არა შოთა რუსთაველი. იოთას რუსთავთან მივდივართ, ღმერთების რუსთავთან, რუსთავთან, რომელიც წყაროდანაც დავლებ და აღარ მოგწყურდება, ამბობს ქრისტე. გემშვიდობებით ახლა და გისურვებთ წარმატებებს იოთას გახსნაში და ასევე ლაზარეს ათვისებაში. ვისაც აინტერესებს თუ რა არის ლაზარე, ჩემს Facebook გვერდზე პირველივე პოსტი არის, უკვე 1500-მა კი არა და 150 ადამიანმა გადააზიარა ეს ქართული ანბანი და მისი წარმომადგენლობა, ყველა ანბანი, ყველაფერი ზედ ეს თევზებიც და თევზები იყო ქრისტეს სიმბოლო ატვირთული მაქვს და ყველა ის საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ და არ იცით, ასევე YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივი მოძებნეთ და იქ ნახავთ პლეილისტ ლაზარეს ენა, ქართული ენა, ლაზარეს აღდგენა. აი ესეთი პლეილისტი არის, ზუსტად სახელწოდება აღარ მახსოვს, მაგრამ მოძებნეთ პლეილისტში ქართული ენა, ქართული ანბანი, მგონი ლაზარეს ენა, ლაზარეს აღდგენება ასე ქვია. ასე რომ იქ ნახავთ ყველა ვიდეოს, რაც მე ქართულ ანბანზე მაქვს ჩაწერილი, იქ ნახავთ ყველა ვიდეოს, რომელიც ენოქზე მაქვს ჩაწერილი, იქ ნახავთ ყველა ვიდეოს, რომელიც საღვთისმეტყველო წერილების განხილვაზე მაქვს დახარჯული, იქ ნახავთ ყველა ვიდეოს, რომელიც Facebook-ში უკვე ყველა წამიშალეს და იქ ნახავთ ყველა ვიდეოს, რამდენიმე 5 წლის განმავლობაში რას მოღვაწეობდი მე და იქ ნახავთ ყველა საკითხს. თუ ვინმე გაინტერესებს ჩემი შემოქმედებითი ნაწილი არის ესე იგი, წიგნი ენუქისაი, რომელიც გამოსცა ლევან პეტრიაშვილმა, ხოლო ჩემი თარგმანია და მე მას ეს თარგმანი უსასყიდლოდ გადავეცი, არავის გადაუხდია ჩემთვის ფული იმაში, რომ მითარგმნეო, ჩემი ნებით ვთარგმნე და ჩემი სურვილით, შეგიძლიათ ლევან პეტრიაშვილს დაუკავშირდეთ და ენოქი რას ლაპარაკობს, ის გაიგოთ, წიგნი მეორეც გამოსულა ეხლა, იმასთან კავშირი არ მაქვს მე, არაფერი ენოქის მეორე ნაწილთან, ენოქის პირველი ნაწილი არის ჩემი ნათარგმნი გერმანულიდან ქართულში და ასევე არის ჩემი თინეიჯერის დღიურებიდან რეკლამას არ ვიკეთებ, უბრალოდ გაცნობებთ ვინ ვარ მე, რომ ზოგს მართლა გიჟი ვგონი ვარ, მაგრამ მე ისეთი გიჟი ვარ, რომ თქვენ ამ სიგიჟენდე თუ ამოხვალთ, კარგი იქნება. ჩემი თინეიჯერის დღიურებიდან თინეიჯერობაში, ზუსტად 16 წლის ასაკში, თუ უფრო ადრე არა დაწერილი და ჩანაწერები, ლექსები, მოთხრობები და ასევე ჩანახატები, რომლებიც აი აქ არის მოთავსებული ყველაფერი, შეგიძლიათ უბრალოდ მომწეროთ პირადში და მე გაცნობებთ ამის თანხასთან დაკავშირებით, ამას ვყიდი. ხოლო ამ ციგს ვყიდი. და არის კიდე არ ვიცელა საბავშვო წიგნი, რომელიც მე და ჩემმა შვილმა ერთად შევქმნით და შემდეგ ჩვენი ნათესავის დაგვეხმარა ამ საკითხში. წიგნი, რომელიც გამოვეცი იმ ეკლესიის აღსადგენად, რომელსაც ვაკეთებ აქ ჩვენთან ასურეთში წმინდა გიორგის ეკლესია არის. თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია არის. ის სად მაქვს? ეხლავე გაჩვენებთ. ამ ეკლესიის აღსადგენად ჩვენ წმინდა გიორგის ეკლესიის აღსადგენად ჩვენ გამოვეცით ჩვენმა ოჯახმა, ჩემი მეუღლის დაფინანსებით გამოვეცით ეს წიგნი და
ყველა ის თანხა, რომელიც ამ წიგნით ჩემთან შემოვა შემოწირულობის სახით, მე ფასი არ დავადე ამ წიგნს, იმიტომ რომ ყველას თავისი თავი აქვს, რამდენი უნდა შემოწიროს. ვაშენებთ იმ ეკლესიას, მადლობა ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც ქუთაისიდან დადის იმისთვის, რომ ამ ეკლესიის აშენებაში დაგვეხმაროს. ქალბატონები თბილისიდანაც ჩამოსულან მოგხმარებიან ეკლესიის აღდგენაში და ყველაფერს ვცდილობ იმისათვის, რომ ხალხამდე მივიტანო ის ანბანი, რომელიც ჩვენ დაგვიმალეს და რომელიც დღეს ურიათა წარმომადგენლობას მითვისებული აქვს და ნურას უკაცრავად თამარი აღსდგა და დაიბრუნა თავისი სიტყვა. მოტაცებული ჰქონდათ მათ თამარის სიტყვა. ურიათა წარმომადგენლობა ჩავიდა თამარის აკლდამაში, გამოიტაცა მისი ნაწერები და თვითონ მიითვისა ის ვარსკვლავი, რომელიც თამარმა გამოიძია, ხოლო ახლა თამარი აღსდგა და ისევ მოგტაცათ ეგ ვარსკვლავი, რომელიც მოპარული ჰქონდათ ქართველი ხალხისთვის. თქვენ ურიათა წარმომადგენლობას საქართველოს უმალავდით თამარ მეფის აკლდამას. თამარ მეფე მოვიდა და გააცოცხლა თავისი თავი. დიახ, თამარ მეფემ განაცხადა ვინ არის და სად იმყოფება მისი სამფლობელო. მისი აკლდამა, მე ეს ჩემი პირით გაგიცხადეთ. დიახ, თამარ მეფემ მიგვიყვანა იქ. ხოლო ამისთვის თქვენ მომწამლეთ, ხოლო ქართველებმა დამცინეთ. რამე თუ სიცილათაც არ გეყოთ, რომ თამარ მეფის აკლდამა შეიძლება ვინმე მიცოდეს. დიახ, შეიძლება ვინმე მიცოდეს, მხოლოდ ის 1 ფუთი წიგნი, რომელსაც ეფუთი ქვია, 88 კილოგრამიანი წიგნი, რომელიც იქიდან ვერ ამოიტანეს, იქ დაასაჭურისეს და დამალეს, სადაც ქართულ ენაზეა დაწერილი ქართული პირველი სახარება. და ეს ქართველებმა არ იცოდნენ. არც პატრიარქმა არ იცოდა. არა, ბებია მისიმა არ იცოდა, იმიტომ იყო ჩალუქული. მაცხოვრის ეკლესია უშგურში. 9 კლიტული ედო და დღესაც 9 კლიტული ადევს. ნიჟარაძეები რომელ საუკუნეში ავიდნენ იქ? საწავიდნენ ის სვანები, რომლებიც უშგურში მოხსენიებულია იმ წერილში, რომელიც მე მომივიდა თამარ მეფის აკლდამის საიდუმლო წერილი. ჯანჰოიანები საწავიდნენ. საწაიყვანეთ ჯანჰოიანები, რომელიც ოჯახშიც დაბანაკდა ის ჯგუფი, რომელიც ქუთაისიდან ავიდა და თამარ მეფის აკლდამაში ჩავიდა, რომ ჩაეტარებინა იქ პარაკლისი. საწავიდნენ ჯანჰოიანები. რატომ არ არიან სოფელში? არავინ არ იცნობს ჯანჰოიანს. არა. მე-10 საუკუნეში აშენებული ეკლესია ნიჟარაძეების სახელზეა თურმე აშენებული, რომლებიც ჩასახლდნენ მე-19 საუკუნეში თუ არა, უფრო ცოტა ადრე. გამოიძიეთ, როდის ჩასახლდნენ ნიჟარაძეები უშგურში. მე არ ვიცახი, რომ ნიჟარაძეები ცუდი ხალხია. მე ვამბობ იმას, რომ ძირძველი სვანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, საწაიყვანეს. რატომ წარსტაცეს მათ? გასაღები ეკლესიაში შესასვლელი. რატომ არის მე-10 საუკუნეში აშენებული ეკლესიები ნიჟარაძეების სახელზე? ვინ აუშენათ მათ მე-10 საუკუნეში? მერე ჩასახლებულებს. მათ სახელზე ეკლესიები. სანამ მე გიშს მიწოდებთ, გამოიკლიეთ ყველაფერი საქართველოში რა ხდება. ყველაფერი ჩემი პირიდან შუქდება. მედია არაფერს გიშუქებთ ისეთს, რაც სასარგებლო იქნება ქართველებისთვის. გამოსაფხიზლებელია ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა ქართველებისთვის. ქართველი ერისა და ბერისთვის. და ალბათ იკითხავთ, ვინ არის ეს გოგო, რომ ვერაფერს უშვებიან? დიახ, ვერაფერს მიშვებიან. სიკვდილიც კი სადეს, მაგრამ ვერაფერს მიშვებიან, რამე თუ ჩემთან დგას ქრისტე თქო გეუბნებით. და ქრისტეს ვერავინ მოერევა, თუ სამართლიანად მიდიხარ გზაზე, მასთან ერთად. გუშინ მომწერეს, ვნახეთ თქვენი ფილმი და ძალიან მოგეწონაო. თუ ვინმე ჩემი ფილმები გაინტერესებთ, რომელიც საერთაშორისო პრიზებს ატარებენ,
შეგიძლიათ ასევე ჩემს YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივზე ნახოთ პლეილისტში მხატვრული ფილმები, ექსპერიმენტული ფილმები და ანიმაციური ფილმები. ყველაფერი პლეილისტი, რომელიც ჩემთან შემდგარია, არის ჩემს მიერ პროდუცირებული. რა თქმა უნდა, იმ ხალხის დახმარებით, ვინც ამ საკითხებში მეხმარებოდა და ფილმს ერთი ადამიანი ვერ გადაიღებს მხოლოდ. იქ ყველა სახელი და გვარს იხილავთ, ვინ მეხმარებოდა ფილმების გადაღებაში, სად ვსწავლობდი და როგორ. რადგან ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არაფერს წარმოვადგენ. მე ასე ვიცოდი, ზეციურ სამყაროში შენზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ და არა შენ თავზე შენ, მაგრამ სამწუხაროდ მოსულია ის დრო, როცა შენ თვითონვე უნდა დაიცვა შენი თავი და შენვე ილაპარაკო, რომ გიჟი არ ეგონო სხვებს. რამე თუ ძალიან ბევრი გველის ციცილია გავრცელებული, რომელიც ავრცელებს ჭორს და ხალხიც ისეა დახავებული და დასუსტებული, რომ არ იძიებს საკითხებს და ჭორებს ყვება. მას ჩემი პირიდან გაიგეთ მაშინ ვინ ვარ მე და რა მიკეთებია. არა სამთავრობო ორგანიზაცია დავაარსე. აღდგენა 84, რომელიც აღადგენს ისევე როგორც ქართულ ენა ლაზარეს, ასევე ქართულ ეკლესიებს და ყველა იმ საკითხებს, რასაც დაკარგული ქვია. მიწოდეთ გიჟი და თუ ასეთი ადამიანები გიჟები არიან დღეს, მაშინ ვიყო გიჟი. ძალიან ცოტანი არიან. ვისაც თავისუფლება აქვთ და თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება აქვთ. ვინც აზროვნებენ და სჭვრეტენ, ვინც მოქმედებენ ამასთან ერთად. მარტო არ ვლაყბობ, ვაკეთებ საქმესაც. ასე რომ ვიყიდოთ დედაქვია იმ ფილმს, რომელიც არის სადიპლომო ფილმი, ჩემი 24 წუთიანი სადიპლომო ფილმი, რომელიც საქართველოში გადავიღე 90-იანი წლების საშინელებაზე არის ეს ფილმი მორგებული და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს გვერდზე და ნახოთ. 10 წლის წინ გადავიღე 2015 წელს დავამთავრე მონტაჟი ფილმის, რომელიც დაიწყო 2013 წელში. ამ ფილმზე მუშაობა, სცენარის წერა და მისი ორგანიზება და შემდეგ გადაღება და შემდეგ დამონტაჟება და შემდეგ ამ ფილმით დავამთავრე ჩემი სადიპლომო. ვიყიდოთ დედაქვია ფილმს და გერმანიაში კინოშიც გავიდა. ასევე როგორც საქართველოშიც გავიდა კინოში. და ტელევიზიითაც გავიდა. გარდა ამისა არის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, 5 წუთიანი, 7 წუთიანი ფილმები, რომლებიც არიან გოის ფესტივალის პრიზის მფლობელები. ჩემი ფილმები ჩინეთში მოითხოვეს. შავი ცხვრები, ასე ქვია ფილმს გერმანულ ენაზე. გიჟი ვარ. მე ისეთი გიჟი ვარ, რომ ჩემ და ესი გიჟეს თუ მიაღწევთ, მოსალოცად გექნებათ საქმე. თუ კიდე რამე დამავიწყდა, მაგასაც შეგახსენებთ, რა გამიკეთებია. გემშვიდობებით. ბედნიერ დღეს გისურვებ და მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს კიდე რამდენჯერმე შემოვიდე ლაივში, იმიტომ რომ ჯერ ახალი თემები Facebook-ში არ ჩამიხედავს რა ხდება. დროებით.